ევთოს გენერალური მდივნის ვიზიტი საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. ფერიდუნ სინისრლიოღლუმ და მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ დროა გალის მექანიზმი აღდგეს. საქართველოს საკითხზე მსჯელობა ევთოს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად. ჩვენ ვაფასებთ ევთოს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას. შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება. სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც ქართველი ხალხისთვის, ასევე მთლიანად რეგიონის ინტერესებისათვის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად 10 წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვსურს საქართველოს დაუმტკიცოთ, რომ მოწოდებულნი ვართ ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების გამტკიცებისთვის ყველანაირი თვალსაზრისით, ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას აქვს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს წინააღმდეგ ევთოს როგორც პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობებზე ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გარე ჩარევებზე გაამახვილა და განმარტა, რომ საქართველო ევთოს პრინციპების ერთგულია და პარტნიორების მხრიდანაც იგივე ელოდება. საქართველო პატივს სცემს ევთოს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. ჩვენთვის მიუღებელია ზოგიერთი აქტორის მხრიდან ამ ინსტიტუტების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების რაიმე სახის მცდელობები. ხელისუფლებას არაერთხელ დაუდასტურებია საკუთარი ნდობა ევთოსადმი. ამის ნათელი მაგალითი გახდათ ევთო ოდირის მოწვევა გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და მისიის საქმიანობის განხორციელებისთვის მაქსიმალური ხელის შეწყობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოდირის რეკომენდაციები და მზად ვართ თანამშრომლობა გავაგრძელოთ მათ შესასრულებლად. სწორედ საპარლამენტო არჩევნები იყო ერთ-ერთი პირველი მიზეზი, რის გამოც ევთო ქართული ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე გახდა. დღეს კი გენერალური მდივნის ვიზიტით არიან უკმაყოფილო. ამბობენ, რომ მაღალი რანგის სტუმარი საქართველოში არ უნდა ჩამოსულიყო. უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს ვიზიტი არ შემდგარიყო, მაგრამ რამენაირად ქართულ ოცნებასაც რომ შესაბამისი მესიჯები გადასცენ, რომლის მთავარი მიზანიც არის ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, ახალი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, კი ბატონო ავიტანთ. ოპოზიციის უკმაყოფილებას მართველი გუნდი ისტორიას უწოდებს. სახელმწიფო პარტიაში ამბობენ, რომ ოპონენტების მიზანი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის დაზიანებაა, რაც არ გამოსდით. არაერთი იყო უკვე აი ამ დღევანდელ ეტაპამდე სერიოზული შეხვედრა, სერიოზული დიალოგი ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პრაქტიკულად ისტერიკის მდგომარეობაში აგდებს ოპოზიციას. ეს ცუდია ერთი მხრივ, იმიტომ რომ რეალობას ვერ აღიქვავენ პოლიტიკურ სუბიექტებად წოდებული ადამიანები. ქვეყნის მთავრობას და ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს არანაირი ვიზიტი. ლეგიტიმაციას ანიჭებს საზოგადოება და ხალხი, რომელმაც ძალიან კაფიოდ და ცალსახად თავისი საკუთარი აზრი საპარლამენტო არჩევნებზე დააფიქსირა. ეს პირიქით აი იმ რადიკალი ოპოზიციონერებისთვის არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ საერთოდ ეს აბსურდი, რაშიც ცდილობდნენ გაეხვიათ როგორც ქართული საზოგადოება, ისევე მსოფლიო თანამეგობრობა, არის ჩამოშლილი. ოპოზიციის დამოკიდებულებას რაც შეეხება, ვფიქრობ ეს არსებითად საინტერესო არ არის, იმიტომ რომ ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, გვყავს რადიკალური დაჯგუფება, აგენტურა, ქვეყნის მტრები, რომლებიც ძირითადად მოღალატეობრივი ქმედებებით და სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებით და უცხო ქვეყნიდან კარნახით არის დაკავებული. ოპოზიციასთან შეხვედრები ევთოს გენერალური მდივნის გეგმებში არ არის. ფერიდუნ სინისრლიოღლუ ხვალ პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. იქამდე კი მაღალი რანგის სტუმარი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო.